რაღაცა მითხრა ერთხელ და მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი ვიდეოთი. დღეს ვისაუბრებთ ჩემი ძველი Mercedes-ის 3-ზე, რომელიც მე საკმაოდ არ მომწონს. და მოდი დავიწყოთ მესამეთი და ესე ნელ-ნელა ჩავყოლით პირველამდე. მესამე არის წვა. როდესაც ამანქანას ყიდულობდი, მე მოველოდი რომ წვა არ იქნებოდა იდეალური, მე ვიცოდი რომ 3 და 2 ძრავით რასაკვირველი ავტომობილი დაწვავდა საკმაოდ ბევრს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტი გამაკვირვა კიდეც, ანუ ველოდი დაახლოებით დაახლოებით 15 ლიტრს, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ 12 ლიტრის ფარგლებში წვავს, რაც არ არის ნამდვილად კატასტროფული და სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მაწუხებს, იმიტომ რომ ბევრს არ დავდივარ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2019 და 2020 წელს გამოშვებული ავტომობილების უმეტესობა წვავს ბევრად უფრო ნაკლებს. აი, მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, Porsche 911 წვავს ნორმალური სიარულით 9 litrს. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა არის ძველსა და ახალ მანქანებს შორის წვაში. რასაკვირველია, Porsche 911 ნელა არავინ არ ივლის და რეალურად 9-ზე ბევრად მეც დაწვავენ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენი Porsche-ი იაროთ ადამიანურად, შეძლებთ რომ ძალიან ცოტა ბენზინი მოიხმაროთ. Porsche-სათვის 9 ლიტრი ნამდვილად გასაკვირია და სასიამოვნო. ასევე Audi R8, ანუ Audi R8-ს იგივე 8-9 litrს წვავს, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი არის და ამით იმის თქმა მინდა, რომ 2019 წელს გამოშვებული სუპერკარები, სპორტკარები წვავენ 9 litrს ნორმალური სიარულით. ამიტომაც დღევანდელი სტანდარტებით 12-13 litrიც კი საკმაოდ ბევრი არის გათვალისწინებით იმის, რომ ეს მანქანა არ არის რაღაც სპორტკარი, არ სუპერკარი, არაფერი, ანუ ჩვეულებრივი სედანისათვის ნამდვილად შედარებით უფრო ცუდი მაჩვენებელი არის და სიმართლე გითხრათ, თუ ბევრს ვივლი და მაგალითად იყო პერიოდი, როდესაც უფრო მეც დავდიოდი, დღეში 50 კილომეტრ შეიძლება ზოგჯერ მეცაც კი, ამ შემთხვევაში უკვე მაწუხებდა. და დიახ, ეს არის მესამე ფაქტი, ასე ვთქვათ, მესამე ნომერი იმ მინუსებისა, რომელიც არ მომწონს ამ მანქანაში. და ეს არის წვა. ცუდია რა, 12-13 ლიტრი დღევანდელი სტანდარტებით ნამდვილად არ არის კარგი. უმეტესობა უკვე 10 litrზე მეც აღიქვამს როგორც ბევრს წვად. და როგორც 10 litrზე მეც თუ უწვავთ ავტომობილი, ფიქრობენ რომ ბევრს წვავს. კარგი, მოდი ხა გადავიდეთ მეორე საკითხზე, ეს არის არა გამორჩეულობა. ანუ აი, ყველა მანქანას აქვს თავისი რაღაც ისტორია, თავისი საინტერესო ფაქტები, საინტერესო რაღაც მოვლენები ამ მანქანასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. აი, ავიღოთ თუნდაც BMW E30, ავიღოთ E36. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ძალიან წარმატებულები იყვნენ რალიში, დრიფტში, ბევრ წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა ტიპის ავტოსპორტში, ხო? ანუ თითქმის ყველაში ძალიან კარგები იყვნენ დრიფტშიც, როგორც თქვი, რალიში, ჩვეულებრივი იმებშიც, რბოლებშიც, ტრეკზე, ანუ ძალიან ბევრი მედალი მოიგეს, ძალიან ბევრ რბოლაში გაიმარჯვეს და ამით ასე ვთქვათ, შევიდნენ ისტორიაში როგორც საინტერესო გამორჩეული მანქანა. ამიტომაც სიამოვნებს და ასე ვთქვათ, უსწორდება ხალხს ისეთი ავტომობილის ყიდვა, რომელსაც აქვს უკან რაღაც ისტორია, რაღაც საინტერესო ფაქტები და რაღაცით გამორჩეული არის. როდესაც ეს ავტომობილი, ანუ Mercedes E-კლასი V210 1997 წლის აბსოლუტურად არაფერში არ იყო გამორჩეული. ანუ რალიში ეს არ მონაწილეობდა, დრიფტში რასაკვირველია ეს არ იყო, ტრეკზე ამით არავინ არ დადიოდა სწრაფად და აი ხვდები რომ რაც უფრო დრო გავა, ეს ავტომობილი არ შევა ისტორიაში როგორც რაღაც საინტერესო ავტომობილი, როგორც ისეთი ავტომობილი, რომელსაც შეინახავ და ამის ფასი მოიმატებს. რასაკვირველია, ეს არის საუბარი ჩვეულებრივ E-კლასზე და არა AMG-ზე, ანუ IMG როგორც კიდევ ისე დაუძახოთ. რასაკვირველია, ისინი გამორჩეულები არიან და ამის და იმის შედარება ჩემი აზრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა სად 5 და 5 8 ცილინდრიანი ძრავი რაღაცა 400-მდე ცხენის ძალით და სად 220 ცხენის ძალა დაახლოებით 6 ცილინდრიანი ძრავი. და მარტო ძრავზეც ხომ არ არის, ანუ IMG ვერსიას უკეთესი მოხრუჭები აქვს, უკეთესი ვიზუალი აქვს, უფრო აგრესიულია, სხვა დისკები აქვს და ანუ ფაქტობრივად სულ სხვა მანქანა არის ჩემი აზრით და ის დიახ, საკმაოდ გამორჩეულია, მისი ფასიც მოიმატებს, მაგრამ ამ ჩვეულებრივ E-კლასის გამორჩეულობა აბსოლუტურად არასოდეს არ იგრძნობა. ქალაქშიც როდესაც დავდივარ,
აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს მე ვარსებობ თუ არა, ანუ ფაქტობრივად ვარ უჩინარი. იმედია ეს მოსწავლე დაგვინახავს, ამან დაგვინახა სარკეში ძალიან კარგი, აქ დაუხაზავთ, არ იყო დახაზული, ესე ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენთან ეს რაც უწყვეტი ხაზის აღქმის კულტურა დაბალ დონეზე არის. ფიქრობენ რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთვა დიდი არაფერი არ არის. ამ დროს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დარღვევა მოძრაობის. კარგით, მოდი დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ არაფრნაირად გამორჩეული ეს ავტომობილი არ არის. არავინ არ შემოგხედავთ, არავინ ქუჩაში თვალს არ გამოგაყოლებთ, არავინ არ გეტყვით ვარა მაგარი მანქანა გყავს არაფერი. უბრალოდ როცა დაждდებიან და თქვენს გვერდით თქვა იჯდება ადამიანი და თქვენ იმგზავროთ, გიტყვის ვარა კარგად დადის რა, კომფორტულია, ჩუმია, საკმაოდ სწრაფიც არის და ანუ მოეწონება ამ ავტომობილის სვლა, მაგრამ თვითონ გარედან რომ შემოგხედოთ და ვიღაცამ ტაში დაგიკრას და ხელი აგიწიოს აღოლზმაო რა მაგარი მანქანა გიყიდიაო, ასეთი რაღაცა ნამდვილად მოულოდნელი ამ მანქანისაგან. და მოდი გადავიდეთ პირველ მიზეზზე, რაც არის ვიზუალი. დიახ, ვიზუალზე მე მისაუბრია აქამდეც და ვთქვი რომ საკმაოდ ნორმალური ვიზუალი აქვს და სიმართლე გითხრათ, ასეც ვფიქრობ, მაგრამ თუ უფრო განვიხილოთ ფართო ჭრილში ამ ავტომობილის ვიზუალს შეგვიძლია ცოტა ნეგატიურადაც შევაფასოთ. რატომ? ამ ავტომობილის მთავარი კონკურენტი არის E39, ხო, ჩემი აზრით, და ასევე A6 Audi-s, მაგრამ მოდი უფრო E39 შევადაროთ. ანუ E39-ის არის დაახლოებით იმავე ერაში გამოშვებული, მაგრამ აი შეხედეთ E39-ს და შემდეგ ამ ავტომობილს. ხო, E39-ში BMW-ს გულისხმობ, იმედია იცით თუ არა და დაგუგლეთ შეგიძლიათ და საკმაოდ კარგად გამოიყურება ეს ავტომობილი ამდენი წლის შემდეგაც კი. როდესაც ამას ნამდვილად შეეტყო ასაკი, ანუ ამას ნამდვილად ეტყობა რომ არის ძველი მანქანა, ეტყობა რომ ცოტათი დაბერდა ასე ვთქვათ ვიზუალურად, როდესაც E39 კი არ დაბერდა პირიქით, უფრო სასიამოვნო რაღაც კლასიკური ვიზუალი მიეცა. ასაკვირველია ჩვენ საუბრობთ ახლა კარგ E39-ზე და არა ვთქვათ რაღაცა დაჩაჩანაგებულ საცოდავ E39-ზე და აი თუ კარგს იპოვით და იყიდით, ვფიქრობ რომ E39 ნამდვილად ბევრად უფრო გამორჩეული, ლამაზი ავტომობილი არის ამასთან შედარებით. მე ყოველთვის ვცდილობ რომ ობიექტურობა დავიცვა, მე მაქვს კიდეც ვიდეო ამ ავტომობილის პლუსების შესახებ და თლიანობაში ძალიან მიყვარს ეს ავტომობილი, მაგრამ არის გარკვეული მინუსები, რაც უნდა ვთქვათ. ჩააჭირეო ვიღაცა მითხრა ერთხელ და მაგრამ ისიც რა მეგობრებო ამას გეუბნებით თუნდაც 3 და 2 ძრავით რო ჩააჭერთ ხო რამდენიმე წამში უკვე ყველა სიჩქარის ნორმას არღვევთ ქალაქში ამიტომაც უფრო ფრთხილად უნდა ვიაროთ ქალაქში რა არ და მე სისწრაფის უდიდესი მოყვარული ვარ მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ ქალაქში ჯობია ნელა ვიაროთ იმიტომ რომ ჩვენთან არ არის არც სარკეებში ყურების კულტურა და ვიცით როგორ სტადია. კარგით, ასევე იმასაც გეტყვით, რომ ანუ როგორც გეუბნებოდი, E39 ბევრად უფრო რაღაც ლამაზი ვიზუალი აქვს, ამავდროულად პირიქით ეს წლები მოუხდა უფრო კლასიკურ ავტომობილის კატეგორიაში გადავიდა, როდესაც ეს ავტომობილი გადავიდა მოხუც კატეგორიაში, ანუ დაბერდა რა, ძველი სვიდი აქვს. როდესაც E39-ს უფრო ლამაზი, ელეგანტური მანქანის ვიზუალი აქვს. ამავდროულად E39-ს თუ შეხედავთ, ვფიქრობ რომ ბევრად უფრო რაღაც შეკრულად გამოიყურება. ჩვეულებრივ სედანებზე ვსაუბრობ ახლა, მაგრამ ჩვენ თუ საერთოდ ფურგონებზეც გადავალთ, ფურგონი V200-ის ჩემი ერთ არის კატასტროფა გავს, სუფთა კატაპალკას. ანუ ეს არის, რა ვიცი, რაღაც წარმოუდგენლად არასასიამოვნო ვიზუალის ავტომობილი. რასაკვირველია ეს ჩემი პირადი აზრია და შეიძლება თქვენ არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ აი გაჩვენებთ აქ სურათებს რასაკვირველია E39-ისას და V200-ის ფურგონებისას შეადარეთ და ალბათ დაინახავთ ვიზუალურ სხვაობას. როგორც გითხარით, ანუ E39 და თუნდაც A6-ზე ვერაფერს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ A6 Audi საკმაოდ მომწონს ვიზუალურად, მაგრამ იმდენად პრობლემატურია, რომ საერთოდ მაგ მანქანაზე საუბარიც არ მინდა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეგ მანქანა იყიდოთ, მე ეგ რაღაცა ავტომატური კოლოფი გაფუჭდეს და მე დავამბრალოთ და მე გამომაცხოთ. ამიტომაც Audi A6-ზე საერთოდ არ ვისაუბრებ, კონკრეტულად E39-ს და V200-ს ვადარებ თვითონ ამ ვიზუალის კომპონენტში და როგორც გითხარით, ჩემი აზრით E39 ბევრად უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება ვიზუალურად. უფრო შეკრული ვიზუალი აქვს, ანუ მანქანას რო უყურებ, აი უფრო რაღაც შეკრულად, სპორტულად გამოიყურება და ნუ რასაკვირველია, თუნდაც იმ 5 E39-ის, ხო, ღირს ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ამ E-კლასის AMG. რატომ?
ხო, ანუ ეს კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ლამის ორმაგი ფასი იღებს E39-ის M5 ამ E-კლასის AMG, ანუ ყველა სპორტულ ვერსიასთან განსხვავებით. ამის მიზეზი არის სწორედ ის, რომ ის ბევრად უფრო გამორჩეულია, უფრო მეტ ანუ ავტოსპორტში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწია, ამიტომაც ხალხი უფრო სერიოზულად უყურებს, უფრო აღიქვამს როგორც ნამდვილ მამაკაცურ სპორტულ ავტომობილად, როდესაც ეს უფრო რაღაცა შორი გზის ავტომობილად ითვლება, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი ცხენისძალა. და აქ ესენის დაუმატებიათ, ძალიან მომწონს ამაზეც მოდე თქვათ აი ეს პლასმასების. ის ერთი ვიზუალურად მომწონს, მეორე კიდე ჩვენთან როგორც თქვით, რამდენიმე წუთის წინ ხაზების რაღაცა კიდიათ, ანუ ხაზები ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ არის დახატული და ამ დროს ეს არის ჩათვალეთ კედელი. როდესაც უწყვეტი ხაზია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთოთ, მაგრამ როდესაც ეს დაიკიდა ხალხმა, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ აი ეს პლასმასის ბარიერები ჩაედგათ, რაც ვიზუალურადაც მომწონს და რეალურად კარგიც არის და საქმესაც აკეთებს. კარგი, ეს იყო დღეისათვის სულ. ცუდად არ გამიგოთ, ეს ავტომობილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პლუსი, ყველაფერს აქვს თავისი მინუსი და მინდოდა ამ ვიდეოში ამ მანქანის მინუსებზე მესაუბრა.